მოგესალმებით, დღეს სამშაბათია და თქვენ უყურებთ მეოთხე ეპიზოდს გადაცემისა შედეგს მიღმა. უპირველეს ყოვლისა, სანამ ამ ვიდეოს ყურებას დაიწყებთ, გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაალაიქოთ ეს ვიდეო, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ალგორითმისთვის, YouTube-ისთვის და უპირველეს ყოვლისა ჩვენთვის. თქვენთან ერთად ისე ვართ ჩვენ, მე გიორგი, ირაკლი და რეზი. მოგესალმებით ბიჭებო და მადლობა რომ ხართ ჩემთან და ჩვენთან ერთად. ძალიან დატვირთული და საინტერესო უპირველეს ყოვლისა წინაკვირა გქონდა, საფეხბურთოს გულისხმობ. პლუს შაბათკვირა გქონდა და სწორედ ამ საინტერესო თემებზე ვაპირებთ დღეს საუბარს. ალბათ ნებისმიერ შემთხვევაში საუბარი უნდა დავიწყოთ ჩემპიონთა ლიგით. იმიტომ რომ დღეს უკვე საპასუხო მატჩებია, თუმცა წინაკვირაში იყო პირველი მატჩები და სამწუხაროდ არ გქონდა ჯერჯერობით შესაძლებლობა იმისა, რომ გვესაუბრა ამ შეხვედრებზე. ალბათ ლოგიკური იქნება თუ დავიწყებთ ყველაზე საინტერესო მატჩით, რომელიც იყო Manchester City Madrid-ის რეალი. კი ბევრი მოგვიწია City-ზე საუბარი, თუმცა რა თქმა უნდა, ხოსე გვარდიოლას გუნდი არის ყოველთვის ყურადღების ცენტრში. რეზის მინდა ვთხოვო ამ მატჩზე რამდენიმე სიტყვის თქმა. მოგესალმებით. ყველაზე უცნაური რაც იყო ამ თამაშში, ეს იყო 5 ცენტრალური მცველი City-ის შემადგენლობაში 4 იდგა ხაზში, Stones იდგა საყრდენად და ხო არც ერთი ახალწეული ვინც დაიმატეს ზამთარში არც ერთი არ იყო ძირითადში. ვერ ვიტყვი ამან ძალიან მაგრად იმუშავა რაღაც პოზიციურ შეტევებში City მომენტებს ქმნიდან რაღაც რეალის შეტევებს ეფექტურად აჩერებდა, მაგრამ იმუშავა იმ კუთხით, რომ პირველ ტაიმში უფრო კონტროლი ჰქონდა City-ს. ანუ 56% ჰქონდა ბურთის ფლობა და როცა ბურთი ჰქონდა, შესაბამისად უფრო ნაკლებად უწევდა თავის დაცვა. მეორე ტაიმში ეს ბურთი დაკარგა, უფრო ხშირად უწევდა თავის დაცვა და პოზიციურად ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდნენ. ინდივიდუალურადაც ხდებოდნენ ცვალები პოზიციების გაცვლის დროსაც ერთ-ერთზე დუელებში ძალიან ბევრი დუელი წააგეს, განსაკუთრებით როცა რეალი პრესინგს გადადიოდა გრძელ პასს როცა უშვებდა, ყოველს უგებდნენ დუელებს და აი ბოლო გოლი კლასიკაა მაგის ყველა წაგებული დუელის და ყველა დაშვებული ინდივიდუალური შეცდომა რაც შეიძლება ერთად მოუყარეს თავი. ამიტომ ამ კონტროლზე უარის თქმა City-სგან ეს ძალიან გვარდიოლასგან ეს იყო ძალიან დიდი უცნაურობა და ჩემი აზრით გვარდიოლასთვის პირადად იყო ძალიან დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა, რომ კონტროლი არის ის რაღაც იდეა და მეტანარატივი, რომელიც მან შემოიტანა თვითონ ფეხბურთში და როცა თვითონ მოუწია ამაზე უარის თქმა, მე მგონი ეს მისთვის უფრო დიდი მარცხია, ვიდრე ამ ერთი თამაშის წაგება, თუნდაც ასეთი მნიშვნელოვანია. სხვათა შორის რეაქციაც ისეთი ქონდა გვარდიოლას, ცოტა უცნაურია ეს მესამე გოლზე რა. თუ აქამდე თვითდაზიანებები გვინახავს გვარდიოლასი ამ კრიზისის პერიოდში, აი რაღაცა თითქოს გაყინული სახით იჯდა და მართლა საკუთარ თავთან მარცხი იყო. ირაკლი, ამ თამაშზე დავრჩეთ და შენს აზრს მოვისმენთ. პირველ რიგში გამარჯობა, ჯერ არ მივსალმები ვარ უკვე ფოლოუერებს და უკვე საბსკრაიბერებს და ვინც აწიდა გვასაბსკრაიბებს და ერთ მომენტს გამოვყოფ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს ამ თამაშში და წუთი ზუსტად აღარ მახსოვს, დაახლოებით 78 წუთი იყო ანჩელოტიმ რო წარბი აწია. ალბათ მსოფლიო მოსახლეობის 90% შეიძლება მეტი სვავდა ესეთ კითხვას, მბაპე რო გაიყვანა. რო რას აკეთებს? აი ამიტოა ფეხბურთი ყველაზე მაგარი სპორტი და ამიტომ არიან აი ანჩელოტისნაირი ინდივიდუალები ესეთი გამორჩეულები, რომ მაგ დროს, მაგ ადგილას ალბათ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში 3 ან 4 მწვრთნელი გაბედავდა მაგას. ნუ ხო აი სად გაკყავს მბაპე და მომენტალურად წუთნახევარში თუ რაღაცაში ზუსტად გადის გოლი და ჩანს ის რომ იქ რომ მბაპე ყოფილიყო, ეგ გოლი ან გავიდოდა ან არა რა. აი ბელინგემის უკან ყოფნა და მცველებს ზურგს უკან ჩარბენა, მან რომ მბაპე ყოფილიყო, შეიძლება ეგ ჩარბენი არ ყოფილიყო და მბაპეც შეიძლება ეგრე არ მოქცეულიყო. ძალიან ბევრი შეიძლება, მაგრამ ნუ აი პაპა კარლო რა. ხო, ერთი ისეთი ხო თავარი თამაში იყო, ორი რაღაც გრანდი, რომელიც მომავალ დაპირისპირებები იყო და ადრევე ფინალები ხო წინა წლებში, მაგრამ ახლა აშკარად ეტყობა რომ ორი პრობლემური გუნდის თამაში იყო, ანუ 80-იან წლების ფეხბურთი ვისაც გინახავთ, მე რაღაც
70-იან წლების ეგ გამახსენა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ეპიზოდი იყო, როდესაც რაღაც თამაში აუზდებოდა, ანუ დიდი ხანი ეჭირა გუნდს ბურთი, პრესინგი ხო არ მუშაობს არც, რეალი არ არის პრესინგის მოთამაშე გუნდი, არ არის ეს მათი ძლიერი მხარე და სიტის პრესინგი მოშლილია. და ძალიან დიდი ხანი იყო, როცა გუნდი უბრალოდ იკავებდა ბურთს და აი აგორავებდა და არავინ რომ არ ადიოდა, მაგრამ ან რაღაც ძველი ფეხბურთის ის გადმოვიდა ვაიბები, ოღონდ უმაღლესი დონის შემსრულებლების ხონზე რომლებსაც შეეძლოთ რაღაც კონკრეტულ ეპიზოდში რაღაც გენიალურად ემოქმედათ, ხო? ძალიან მაგრად ჩანს, აუ წუთი კიდე დამოიწყდა. ბოდიში ციფრების დამახსოვრება მიჭირს. თუ არ ვწდები, თან თამაში დასაწყისია, ან მე-7, ან მე-8 წუთია. ერთი კადრია, აი პირველი გამახსენდი შენრეზ. იმიტომ რომ აი მთელი რეალის აი დაცვითი ხაზი და ვინც მოპრესინგო რაღაცას თამაშობს, აი ყველანი ადიან წინ და რაღაცა ცდილობენ რომ თლად შეიძლება ვერ ვაპრესინგებთ, მაგრამ იმიტაციას ვქნით და ალდროს ვინისიუს ჟუნიორი რა შვება, ვინ გამოიცნობს. სკრინებზე ნახავთ რომ ხასმას იკრავს. ნუ აი რავი. სკრინებზე ნახავთ ბელინგემია ხელგაშლილი სულ რომ აი რაღაც გაიქცა და უცებ არ არის ხარდაჭერა და ერთი ეპიზოდი იყო მეორე ტაიმში, როცა აი სიტით განლაგდა პრესინგის სათამაშოდ და უცებ ჰოლანდი აღარ მოძრაობს და ბერნარდო სილვა რო უყვირის რომ რატო არ დაიწყე პრესინგი. რაღაც ესეთი ეპიზოდები ბევრი იყო, მაგრამ ნუ ეს ინდივიდუალური კლასი, რომელიც წვეთდა რაღაც კონკრეტული მომენტების საერთოდ გოლები ძირითადად პრესინგის მოქმედებას მოყვა. პირველი ტალღა როცა გაიარა სიტიმ პირველი გოლის დროს პრესინგის შემდეგ იყო რომ თითო მოქმედებით აგვიანებდა რეალი და ჰოლანდის გოლი ამას მოყვა და მე უკვე მესამე გოლზე რეალი გადაატარებდა პრესინგს ბურთს. სიტის ფეხბურთელები ყველა დუელებს აგებდნენ. სხვათა შორის სიტუაცია იყო სკრინს ამოვანათებთ 4 სკრინია, 2 პირველი ტაიმიდან არის, 2 მეორე ტაიმიდან. არ ვიცი ხოსებ გვარდიოლას რა გეგმა ქონდა, როდესაც 5 ცენტრალურ მშველს აყენებდა, მაგრამ სკრინებზე კარგად ჩანს, რომ გვარდიოლას დაცვა ჩავარდა რა. იქ თუ გახსოვთ მომენტები, როდესაც მეორე ტაიმში იყო ფედე ვალვერდემ ლამის მთელს დაცვას შემოატარა ბურთი და ჯუდ ბელინგემს აუღო ედერსონმა ზუსტად. პირველ ტაიმშიც იყო ზუსტად იგივე, როდესაც ვინისიუსმა გარეთ ერფით გაუკეთა და სკრინში ჩანს, რომ ბაპე იღებს რეალურად ბურთს, თუმცა ბაპეს უკან არის როდრიგო და ერთ-ერთი გვარდიოლია რეალურად ამ ორი ფორვარდის დამცველი რა. სიტის დაცვის ჩავარდნები იყო ფაქტი და თამაშის მიმდინარეობისას აი ვფიქრობდი, რომ როგორ შეიძლება რომ რეალმა ეს თამაში არ მოიგოს, თუ დაცვის ჩავარდნები ეგრე გაგრძელდა. ნუ ისეც მოხდა ყველაფერი, ისე დასრულდა და ისე მოიგო რეალმა, რომ აი მართლა თითქოს ანჩელოტის წარვის აწევაზე ყოფილიყოს დამოკიდებული. ანუ ბევრმა შეიძლება ჩათვალოს რომ რაღაც გვიანი კამბექი იყო და ამიტომ რეალს რაღაც ცოტა გაუმართლა რეალურად სიტის გაუმართლა რომ უფრო მეტი ანგარიში არ წააგო. და ამიტომ მგონია რომ მომდევნო თამაში ძირითადად დააყენებს გვარდიოლა ნიკო გონსალეს აუცილებლად. უკვე თქვა ნიუკასთან თამაშის შემდგომ რომ პატარა როდრი არისო და მართლა გავდა ბევრი სათამაშო ეპიზოდი, ნუ მარმუშიც იქნება, პლუს ჰეტრიკი და პლუს უფრო მეტი ინტენსივობა ექნება სიტის პრესინგში და მე მგონია რომ ხუსანოვსაც დააყენებენ. ნიუთონს არ ვიცი აკანჯი იქნება თუ არა, თუ არ იქნება, მაშინ დიდი შანსია რომ თან ძალიან დიდი რისკია, გასაგებია რომ ამ დონეზე არ უთამაში, ამ დონის თამაში. მაგრამ ნუ მისი ძლიერი მხარეები რის გამოც იყიდა სიტიმ, ანუ ერთ-ერთზე თამაში და სისწრაფე. ეს შეიძლება რეალთან გამოადგეს თუ თქვა ფსიქოლოგიურად კარგად მოხოდავენ, კარგად თუ მოამზადებენ ამ თამაშისთვის. მოდი კიდე აი მართალია რომ მე-4 გადაცემა, 3 გადაცემა სიტიზე ვლაპარაკობთ. მაგრამ აი ესე დავსვათ კითხვა რა. რეალურად ცოტა შორიდან რო შევხედოთ, რა აქვს გვარდიოლას დასაკარგი? აი ნუ შეიძლება რისკია. კი ბატონო, ყველაფერს თავი დავანებოთ, ახალმოსულია, 2 თამაში ითამაშა ხუსანოვმა, დაიწყო რაღაცა კატასტროფულად, მაგრამ იმ თამაშში მარტო მაგას ხო არ დაუშვია შეცდომა. რამდენი შეცდომა იყო? ბერნარდო სილვამაც რამდენი შეცდომა დაუშვა იქით იმან აქეთ აკანჯის საერთოდ რაჭერს, მაგრამ აი კარგი ერთი სეზონი ცუდად დავამთავრეთ. აი მერე რა გვარდიოლა აღარ იქნება, ანუ სიტი რა მოხდება. უბრალოდ გვარდიოლა ცოტა აი იმდენად შეპრობილია გამარჯვებებით, რომ აი წაგებას ვერ ეგუება. ანუ გვარდიოლამ თავი რო არ დაიზიანოს,
მეგონი არავინ არაფერს არ ეუბნება, რა უბრალოდ თვითონ თავის თავს ვერ პატიობს იმას, რომ ყველა თამაშს გადამულად ვერ იგებს. ორ რაღაცას ვიტყვი, სანამ შემდეგ მატჩზე გადავალთ, ძალიან რო არ გაგვიგრძელდეს. ერთი შენს ნათქვამს ვუპასუხებ, ბერნარდო სილვას შეცდომებზე თქვი და სხვათა შორის ნიუკასლთან მოგებული მატჩი, რომელიც რეზიმ ახსენა, იქ ბერნარდო სილვა არ იყო ძირითადში, თუმცა იყო ნიკო გონსალესი, რომელიც მართლა კარგად ჩაჯდა და გვარდიოლამ мотиваციის გასაზრდელად მინი როდრიც კი უწოდა და ნიკო სავარაუდოდ უდიდესი ალბათობით ძირითად შემადგენლობაში იქნება. და აი რას კარგავსო რო თქვი, ხვალინდელ შეხვედრას რო შევეხოთ. პრესკონფერენციაზე, მატჩის წინა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ 1% გვაქვსო მხოლოდ შანსი. თითქოს აი წნეხი მოხსნა საკუთარი ფეხბურთელებისგან და მართლა ეკუთხრა, რომ გავიდეთ მოედანზე, დასაკარგი არაფერი გვაქვს, თუ წავაგებთ, არაფერი არ მთავრდება და ვიბრძოლოთ ბოლომდე. ნუ სავარაუდოდ ეს კონტექსტი წავიკითხე მე პირადად გვარდიოლას კომენტარში. სავარაუდოდ ალბერტ აინშტაინის შემოქმედებას კარგად ვერ იცნობს პეპი. ან ალბათობებში მაგარი პრობლემა აქვს 1% ნუ. ჩემპიონთა ლიგაზე გარდა ცენტრალური მატჩისა გქონდა კიდევ რამდენიმე საინტერესო მატჩი. მე მინდა ფეინორდი მილანის მატჩი შევეხო ერთი, რომელიც არის ფეინორდში გამართული და მოიგო ფეინორდმა და რამდენიმე სიტყვით მინდა ეგრეთ რაღაცა პროგნოზივით გავაკეთოთ რა. რას შეიძლება ველოდოთ სან-სიროზე, იმიტომ რომ მილანმა წააგო ისე რომ თან ფეინორდის საუკეთესო ფეხბურთელი წამოყვანილი ყავს და რეზი გისმენ. ანუ 4-ვე შემტევი ყავდა მილანს. ლეაუც, ფელიქსიც, ხიმენესიც, პულიშიჩიც და ჩელენჯი იყო რა. აქ თავარი შეკითხვა არის რომ ლეაუ და ფელიქსი შორის რომელი უფრო ზარმაცია და რომელი არ ითამაშებს პრესინგს, მაგრამ არ შედგა ეს დაპირისპირება ლეაუს ბადალი არ ყავს ამაში, ვერავინ ვერ აჯობებს და ანუ რეალურად ერთით ნაკლები კაცით იცავს მილანი თავს. ანუ ბურთით ამან იმუშავა, იმიტომ რომ მილანმა შექმნა საკმარისად მომენტები, რომ თქვა გოლი გაიტანა და ნუ რეალიზაციის პრობლემა იყო, მაგრამ მოწინააღმდეგებად საკმარისად შექმნა მომენტები. ფეინორდს საერთოდ არ უჭირდა დაცვიდან ამოსვლა. ყოველთვის ქნიარი ცხოვრება სმალის თამაში მომეწონა ძალიან მარცხენა ცველის, იმიტომ რომ ძალიან ჭკვიანურად მოქმედებდა და ყოველთვის პოულობდა რამდენიმე მეთოდი ჰქონდა თან როგორი იხსნებოდა დეტალურად და აი მის თამაში დღესაც მინდა რომ დავაკვირდეთ. განჩენი, ნუ აი ლეაუს და მილანის დილემა არის ეგეთი რაღაც ორმხრივი საკითხი, ხო, რომ ერთი მხრივ თავარი ვარსკვლავი, რაღაც თავარი ჰაილაითების მომტანი, მაგრამ ამავდროულად ყველა მიცის რომ ლეაუს რომ დაცვაში არაზრს არ გეხმარება, რომ პრესინგზე ის არ მუშაობს და მეორე ლეო ამას ვერ აბალანსებს იმ პროფიტით, რაც მოაქვს შეტევაში, იმიტომ რომ შეიძლება ლეოს კონდეს 2-3 რაღაც ცივი თვე, როდესაც უბრალოდ სულ გადაწყვეტილებებს იღებს მარტო. გუშინ შენგან გავიგე ზუსტად. იდის მე მგონი, ხო? ჩვენთანაც დავწერეთ, რომ ყოველ შემთხვევაში გაზეთამ დაწერა, რომ ზაფხულში განიხილავსო ლეოს თაობაზე ნებისმიერ შემოთავაზებას. ცოტა ხო არ დააგვიანეს. ეგ არის შეკითხვა ზუსტად. რას უნდა ველოდოთ სან-სიროზე? რამდენად ბევრ მაღალ ალბათობას მისცემდით იმას, რომ მილანი მაინც გაივლის ფეინორდს, იმიტომ რომ უეჭველი რთული თამაში იქნება. ფეინორდი არის კერკეტი კაკალი. ნახე როგორი მომენტია. რაც არ უნდა მოხდეს, მაინც მილანია. სახელი ბევრ რაღაცას შვება. სან-სიროს აურა ბევრ რაღაცას იზავს. მაგრამ არის ერთი მაგრამ. მილანის თამაში რაღაც ზედმეტად დამოკიდებული მგონია კონტრშეტევებზე და სწრაფ გაქცევებზე. ოღონდ მან ერთ რაღაცას ვერ ხედავ, რომ მილანმა თითქოს ჯერჯერობით ცოტა არ იცის, როგორ დაუთმოს ბურთი მოწინააღმდეგეს და როგორ გამოიწვიოს შეტევაზე. მე მგონი კარგად ხსნი. კონტრშეტევას ძალიან მაგარია, მაგრამ აი მოწინააღმდეგეს არ უჩნდება ის აზრი, რომ მოდი ცოტა დიდი ძალებით შეუტიო, რომ მე ეს კონტრშეტევა გამოიყენო. რაღაც ცოტა ვერ არის მაგ მხრივ მილანი. ნუ ფეინორდი წინა იმასაც ვთქვი და ვერ გავიგე რანაირი გუნდია, გრანდებს უგებს და რობინ ჰუდია. გრანდებს უგებს და ლილს შეცვალა თამაშის. ყველასთან არიგებს ქულებს აქეთ იქ. სხვათა შორის მილანის ერთ-ერთი პრობლემა და აი რაც თქვი, მილანს უჭირს შეტევის დაორგანიზება მოედნის ცენტრიდან. რეინდერსი, რომელიც ცალსახად ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია მილანის, ნუ არ არის ეს რეჯისტას
თვისებებით დაჯილდოებული, უფრო შეტევაშია ძლიერი რა და ეხლა როცა ფელიქსიც არის, რეინდერსიც არის და უკან არის მხოლოდ ფოფანა, არ ვიცი რამდენად კარგი ნახევარდაცვა ეს, იდეალური ფოფანაც არ არის რეჯისტრი. მაგას ვამბობ ზუსტად, რომ რეჯისტრი აკლია თქო რა. იდეალური იყო იქ როცა თამაშობდა სანდრო ტონალი, მაგრამ ეგ უკვე წარსულს ჩაბარებული ისტორია. კარგი, იუვენტუსი PSV იყო წინა კვირას და ტურნირება დაამარცხეს, მე დავიწყებ რამდენიმე სიტყვით, საკმაოდ მძიმე მატჩი იყო, ძალიან რთული თამაში გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურშიც ვნახეთ ეს თამაში და იუვენტუსმა იქ მეტად დამაჯერებლად მოუგო 3-1, ეს უკვე სხვა ფაზაა, PSV-ს მოტივაციაც სხვა იყო, იუვენტუსსაც სხვა დროება უდგას, სკრინებზე ამოვანათებ, ორ სკრინს ამოვანათებ პრინციპში, რომელსაც ფაქტობრივად მოყვა ორივე გოლი. მთელი სეზონის განმავლობაში ვამბობდით, რომ ტიაგო მოტას პრობლემა იყო შეტევა. ზოგადად მოტა არ არის ისეთი მწვრთნელი, რომ ბევრი მომენტი შექმნას მისმა გუნდმა. შეიძლება შექმნას ორი მომენტი თამაში და ორივე უნდა გაიტანოს. იმისთვის რომ დაებალანსებინა მოტას ეს მისი უნიათო შემტევები, გულისხმობ ვლაჰოვიცი ტრავმირებული იყო და დანაკლისებიც ჰქონდა, მოტამ სკრინზე ჩანს, რომ სოლუშენ, გამოსავალი მოიფიქრა, რომ ნახევარმცველები შედიან საჯარიმოში, მაშინ როცა გუნდი უტევს. ორივე გოლის ეპიზოდში გადავსებული აქვს იუვენტუს საჯარიმო. კოპმაინერსიც იქ არის, ლოკატელიც იქ არის, მაკენის გოლიც ამას მოყვა, ბანგულას გოლიც ამას მოყვა და სხვათა შორის ეს უპირატესობა იუვენტუსმა გამოიყენა ინტერთან მატჩიც და ამაზე დღევანდელ პოდკასტში ვისაუბრებთ. ეგ არის და ეგ, რაც შეეხება ჰოლანდიურ მატჩს, მე მაინც იუვენტუსს ვთვლი ფავორიტად, თუმცა თქვენს აზრებს მოვისმენ სიამოვნებით. ერთს დავამატებ, ვეიგა ხო ჩელსიდან რომ მოიყვანეს, სასწაული თამაში ჰქონდა. ანუ ჩანს რომ რაღაც გამოჩნდა ცელი, რომელსაც შეუძლია ის როლი შეასრულოს, რა როლსაც ასრულებდა ბოლონიაში კალაფიორი, ანუ წაიღოს ბურთი, ჩაირბინოს მოწინააღმდეგის საჯარიმომდე და ეს გრაფიკები გვაქვს, სადაც ჩანს რომ ბურთის წაღების მაჩვენებლით, დრიბლინგით, რასაც ქვია, პირველი იყო ამ თამაშში და ანუ რაღაც ეს მოტაბოლის ერთ-ერთი ფაზლი შეიძლება იყოს ვეიგა და PSV-სთან ძალიან მომწონდა და შემდეგ ვისაუბრებთ ინტერთანაც მომწონდა მეორე ტაიმში განსაკუთრებით. თან ვეიგა ძალიან საინტერესო ფეხბურთელი არის, მხოლოდ 21 წლისა. სამ გუნდში აქვს ნათამაშები, Sporting B-ში იყო. კარიერა 21 წლის ფეხბურთელს, რომელიც იუვენტუსში ჩემპიონთა ლიგის ძირითადში თამაშობს, კარიერაში ჩატარებული აქვს პროფესიონალურ დონეზე გულისხმობ 40-მდე მატჩი. ჩელსიში 7 თამაში აქვს, აუგსბურგში 13 თამაში აქვს თუ რაღაცა, ბაზელში 23 თამაში აქვს, ანუ გამოუცდელი ტიპია, მაგრამ ვაიბი რომელიც მისგან მოდის, აი რაღაცა მებრძოლი ტიპი, გულშემატკივრებს მოუწოდებს რომ გააქტიურდნენ, ძალიან საინტერესო კადრი მოიყვანა მე მგონი იუვენტუსმა, თუმცა რამდენად დატოვებს ჩელსი იუვენტუსში არ ვიცი. ჩელსი იყენებდა ფლანგის მცველად, მარცხენა ფლანგზე იყენებდა, ამით ცენტრში დააყენეს და აქ უკეთესი. იუვენტუსი PSV-ზე თუ გსურს რაიმეს დამატება თუ არა და შემდეგ მატჩზე გადავიდეთ. არა. მაშინ Celtic-ი Bayern-ის პასუხისმგებლობა აქ კიდე ირაკ. Celtic-ი Bayern-ში, Bayern-ი გავა მარტივად იმხელა უპირატესობა მიიღო. იწვალა Celtic-მა, მომენტებიც ჰქონდა, თლათ არ გაუწვა Bayern-ს, მაგრამ არ ეყოფა რა. ვერ ეყოფა ფიზიკურად Bayern-ის ეს რაღაცა ხუთავი პრესინგი, როგორც ჩაბი ალონსო თქვა და რომელიც ცოტა ხანში მოყვები აღარც ისეთი ხუთავი გახადა თვითონ. მე უფრო ერთი თამაში ჯერ არ გითქვამს, ბრიუგე ატალანტა. ორი რაღაცა ტყუპები რომ ერთმანეთში თამაშობენ, ზუსტად ეგეთი რაღაც იყო რა. სპაიდერმენის მემი რო. ხო, სპაიდერმენის ის რო რა. თან ყველაზე კარგი ის არის რომ პირველი ფორმაც რო ერთნაირი აქვს რა. ძალიან მძიმე თამაში იყო. რაღაც მომენტებში საყურებლად მეთქი გადართეთ სადმე, მაგრამ რაღაცა მომენტებში იყო რომ ოდნავ რომ გაიხსნებოდა თამაში, ძალიან მაგარი თამაში მიდიოდა სწრაფ ტემპზე, უბრალოდ ატალანტას აღარ იყო ძალა, წინა თამაშებიდან გამომდინარე, ბევრად რთული მატჩები აქვს გამოვლილი, სადღაც ძალიან დაიღალა გუნდი და გასპერინიმ რაღაც ძალიან უცნაური იქნა, უკვე სადღაც 71 წუთის მერე რიცხვს აქაც ვმაზავ, 71 წუთის მერე საერთოდ თავდამსხმელი რო აღარ ყავდა.
თითქოს ეს კეტელარე და ისე შემოვიდნენ რომ ცრუცხრიანად უნდა ეთამაშა, მაგრამ ეგეც აღარ ქნა. ალბათ ჩანაფიქრი ის ქონდა რომ ეს პერსონალური პრესინგი გაეჭრა იმით რომ ცენტრალური მცველები აღარ ყოფილიყვნენ იქ რა თავდამსხმელი თუ არ არის ცენტრალურმა მცველმა ვინ უნდა დაიჭიროს. მაგრამ მაგ იდეამას მოსგანა. ატალანტაზე ვიტყვი და მე ცოტას ბაიერნზეც დავამატებ. ატალანტას მოკლებული აქვს ახალი წლის შემდეგ და მარცხენა ფლანგი არის პრობლემური, იმიტომ რომ ლუკმანიც აკლდათ. რუჯერი არ იყო, ზაპაკოსტა თამაშობდა და კოლაშინაციც არ იყო მარცხენა ცენტრალურ მცველად. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად მაინც ძალიან რაღაც ტყუილი პენალტი დაუდგეს ბოლოს რა. ეგ ფაქტორიც არ უნდა დავიწყოთ. ბაიერნ სელტიკ ბაიერნ უცნაური თამაში იყო. პირველ წუთზე გაიტანა სელტიკმა გოლი, უცებ გააუქმეს. და მე 52 წუთი კარისკენ არ გაუხედავს სელტიკს. ანუ სულ ბაიერნი უტევდა, ანუ მაშინ გაიტანეს გოლები, სტანდარტი ჰქონდათ მეორე გოლზე. აი ნიკოლაი ოვერი ხო არის არსენალის გენიოსი სტანდარტების წვერის ზუსტად მისი სქემა იყო, ანუ შორულ ძელთან რომ რამდენიმე იკრიბება, გაბრიელ მაგალეასი რომ დგება პენალტის ნიშნულთან და იქიდან რომ შეერბის, უპამეკანო იდგა, ოღონდ მასე შორულ ძელთან ჩააწოდეს კეინზე და თან თამაშის შემდგომ კი მიხმა სპეციალურად თქვა რომ კეინმა მითხრა შესვენებაზე რომ იქ მარტო მტოვებენოსო და იქით ჩამიწოდეო და იდეალურად გაათამაშეს და მე უკვე სელტიკმა კარგად მოუმატა, ანუ თან ბაიერნის მარცხენა ფლანგი პრობლემური იყო. გერეირო იდგა, ესეთი სათადარიგოს წველი და იდგა ერიკ დაიერი. ისიც სათადარიგოს წველი და იმ ზონას მეტნაკლებად ნორმალურად ხსნიდნენ, მაგრამ იმაში გეთანხმები რომ ჩემი აზრით გაივლიან ალბათ პრობლემოთ სელტიკსის სახლში, ესეთ მარტივად მოუგები. და ნუ ალბათ ყველა თანხდებით რომ უნდა გაიაროს კიდეც ბაიერნმა, ხა ბაიერნი ჰაერივით გჭირდება შემდეგ ეტაპზე. ატალანტა ბრიუგეზე. წინა გადაცემაში აი ატალანტა გავა ვთქვით. ეხლა რა აზრზე ხართ? გავა. უბრალოდ ამის საწინააღმდეგოდ რეზის ჯერა რომ გავა, მეც მინდა რომ გავიდეს ატალანტა კარგი გუნდია, უბრალოდ ცუდ პერიოდში დაემთხვა ეს მატჩები რა. ბოლო 6 მატჩში ერთი თამაში აქვს მარტო მოგებული ატალანტას. ვერონაში აქვს მოგებული, ნუ გააცამტვერა ვერონა გასაგებია, მაგრამ ბრიუგე ძიმე გუნდია, ძალიან ძიმე გუნდია, სავარაუდოდ იგივეს ითამაშებს ბერგამოშიც. მორეს ტყუილი პენალტი დაარტყმევინეს მართლა რა. სიგიჟე გასაგებია რომ ხელი მოხდა, მაგრამ ნუ ეგ პენალტი წესდა არ უნდა იყოს. თან ყველანაირი ვარის გარეშე საჯმა პირდაპირ მიუთითა, არ ვიცი ესე დარწმუნებით რატო, მაგრამ ნუ ესე გადაწყდა. მე მგონი ლუკმანი იქნება ახლა. დღეს ვკითხულობდი ზუსტად რომ იმედი აქვს გასპერნის რომ იქნებაო. ანუ 100% გადაწყვეტილი არ არის და ნახოთ იმედია იქნება, იმიტომ რომ სახლში ნუ გასაგებია რომ ატალანტა სახლში ისეთი ფენომენია, როცა პირველად მოხდნენ ევროთასებზე, ლიგაზე მილანის სტადიონზე, სან-სიროზე თამაშობდნენ. მე მგონი სასოლო სტადიონზე თამაშობდნენ ევროპა ლიგაზე, როცა იქ მანდა რაღაც ახლა რაღაც რეკონსტრუქცია ჩაუტარეს თავის სტადიონს და იქ თამაშობდნენ, მაგრამ ნუ მაინც მგონია რომ გავა. სან-სიროზე თამაშობდა ატალანტა, ეგ ზუსტად მახსოვს და კოვიდ აფეთქება გამოიწვია მაგ თამაშმა ვალენსიას ეთამაშებოდნენ. უი, ძალიან მაგარი რაღაც გაიხსენე. კი, მახსოვს რა, რომ იქო და იმ თამაშზე მყოფი გულშემატკივრები რომ კოვიდ ინფიცირებულები გახდნენ. კარგი, ეს არის პრინციპში რაც ჩემპიონთა ლიგაზე გვინდოდა გვეთქვა, მე მგონი საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ და რა თქმა უნდა შემდეგ გადაცემაშიც მაშინ უკვე გვეცოდინება ვინ გავიდა და პლუს კენჭისყრაც გვეცოდინება იქეთ კვირაში 21 თებერვალს არის კენჭისყრა. შემდეგ შევეხებით ბუნებრივია გასული უიკენდის საუკეთესო ორი მატჩი გვაქვს გამოყოფილი. ბავარიაზე ძალიან ბევრი იმიტომ არ გასაუბრეთ რომ აქაც გვაქვს ბავარიას ერთი თამაში და პრინციპში ბუნდესლიგის გამორჩეული მატჩი იყო. ლევერკუზენმა საკუთარ მოედანზე უმასპინძლა ბავარიას და 0-0 მორჩა. თუ სტატისტიკას ჩახედავთ, სავარაუდოდ იფიქრებთ, რომ ბევრი 0 უნდა მორჩენილიყო, თუმცა აი წრფელი გულით შემეცოდა ლევერკუზენი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მომენტი ვერ გამოიყენეს, ხარიხას მოარტყეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რეზი დაიწყე, მეც აკვები ნელ-ნელა. ატალანტა მინდა ისევ გავიხსენო, სანამ ამ თამაშზე გადავალ. შარშენ გახსოვთ, ხო? ანუ ლევერკუზენი წაუგებლად რომ მოიგო და ფინალში გავიდა ატალანტაზე და აი გადაუარეს, ხო? პერსონალური პრესინგით გასპერინის, აი ვერაფერი რო ვერ გააკეთეს. ეთყობა მოეწონა ჩაბი ალონსოს ეს პერსონალური პრესინგი, ანუ ლევერკუზენი შარშან იყო ისეთი შედარებით ცოტა უცნაური, ნუ რეალია მეორე ეგეთი, უცნაური ტოპ გუნდი, რომ პრესინგს არ იყენებდა როგორც რაც თამაშის მუდმივ ინსტრუმენტს, ხო? ეპიზოდურად თავდნენ ამ პრესინგს. ნუ ეთყობა მოეწონა ეს პერსონალური პრესინგი და აი ზუსტად იგივე გაუკეთეს გუშინ ბაიერნს და
უბრალოდ ეს რუკა უნდა ნახოთ, ანუ ბაიერნი არის ყველა მაჩვენებლით ამ სეზონში ტერიტორიული დომინაციას რაც აღნიშნავს, ხო, ბურთისფლობა, მოედნის დახრილობა, ყველაფრით არის ნომერ პირველი გუნდი ევროპაში. და ეს არის მოთამაშეების საშუალო პოზიციები, სად იდგნენ ბაიერნის მოთამაშეები საბოლოო ჯამში. არც ერთი მათგანი არ არის ლევერკუზენის ნახევარზე. ანუ ყველგან გამოკეტეს თავის ნახევარში და პერსონალური პრესინგი იყო ბოლომდე, ანუ ცენტრალური მცველები ბოლომდე მიყვებოდნენ თქო მუსიალას, კეინს და ან ძალიან ბევრი იყო ეპიზოდი, როცა ანუ ესენ ჩამოვიდოდნენ სიღრმეში, ელოდებოდნენ რომ ბურთს გაათამაშოს ბაიერნი და გადავა და ამ დროს მცველები ძლიერად უტყამდნენ შორს და იქ გასაგებია რომ არავინ არ იყო და იწყებოდა ტალღებივით მოდიოდა შეტევები ლევერკუზენის. თავარი მიმართულება ჰქონდათ მარცხენა ფლანგი, იმიტომ რომ მარჯვნივ კომანი ჩადიოდა მეხუთე მცველად. და ფრიმპონგი იმდენად ვერ აქტიურობდა და მარცხნივ იყო უკვე გრიმალდო, ინკაპიე, ვირცი გადადის იქ და ვირცი ხო ანუ რაღაც რამდენიმე კაცი არ კარგავდა ბურთს და თავარი მომენტები რაც შექმნეს, ყველა შექმნეს მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებების შემდეგ და ნუ ხო ანუ თამაშის შემდეგაც ანუ ყველა აღნიშნა რომ ბაიერნის ფეხბურთელებმაც რომ ნუ შედეგი კარგია, მაგრამ ჩვენ ასე არ უნდა გვეთამაშა. სხვათა შორის პრესინგზე მინდოდა თქვა, ეგ თამაში როგორ დაიწყო იცი ლევერკუზენი ბავარია? მე-15 წუთისთვის 60% ქონდა ბურთისფლობა ბავარიას. სკრინზეც ჩანს რომ 60-40-ზეა ბურთისფლობა და აი ამ დროს ანუ ეცადა ალონსო რომ გადმოეძალა ეს თამაში და სკრინზე ჩანს რომ 7 ფეხბურთელით არის პრესინგზე ასული. და ამ პრესინგის ხაზს კეტავს არა მაგალითად ჯაკა რომელიც საყრდენ ნახევარმცველი, არამედ ჯონათან ტა რომელიც ბოლომდე ამოყოლილი ბავარიას შემტევს და ზუსტად აი ამ მე-15-მე-16 წუთიდან რომ დაიწყო და ჩართო ლევერკუზენმა, აი ალონსომ რო თქვა რომ ვერ სუნთქავდითო, მე მგონი აქ ბავარიას ფეხბურთელები იტყოდნენ რომ ვერ სუნთქავდითო, იმიტომ რომ ყველა მხრიდან მიდიოდა შეტევა და ნუ აი ამ ხაზებსა და ფლანგებს შორის ვირცი რო ათამაშებს ბურთს, ამის ნახვა არის მართლა სიამოვნება. თან ფლანგიდან ერთვებოდა ჰინკაპი ძალიან კარგად, რაც გრიმალდოს უთავისუფლებდა და ფაქტობრივად გარემ არბის როლს ირგებდა გრიმალდო, ჰინკაპის ერთ-ერთ ჩაწოდებას მოყვა ის ძელი, რომელიც ვერ გაიტანა. ხო, მომენტი, რომელიც რეალურად ვერ გაიტანა ლევერკუზენმა. ერთადერთი რაც გამიკვირდა იყო, მაინც ველოდი რომ ცხრიანს შემოიყვანდა ალონსო. შიკიც სკამზე ყავდა, ბონიფეისიც სკამზე ყავდა, რომელიც არ წავიდა ალ-ნასრში საბოლოოდ და აქ მე მგონი სკამზე დასაჯდომად არ დარჩენილა. ველოდი რომ შემოიყვანდა, გასაგებია რომ ალონსოს მოსწონდა რაც მოედანზე ხდებოდა, თუმცა გოლის გასატანად მე მგონი ჯობია რომ ფორვარდი ყავდეს, ვიდრე იგივე ტელას ან ვირცის იმედად იყო რა. ძალიან დიდი კრიტიკა შეხვდა ბავარიას, ლოთარ მატეუსის ამ კაცრი ინტერვიუ იყო და მე მგონი ამაში არ გაუმართლა სელტიკს რა. სელტიკზე არ იყარონ ახლა ამათმა ჯავრი. თან სელტიკს გერმანიაში გასვლებით სუდათ აქ დაცდილი და მოკლედ ამან შეიძლება იმოქმედოს. ნახევარდაცვის ცენტრში იყო, აი ჯაკამ და პალასიოსმა გადაუარეს კიმიხს და პავლო. კიმიხს ჰქონდა 66 შეხება, ანუ მე მგონი ისტორიაში არ ქონია ამდენი ასე ცოტა შეხება, აი არც ერთ თამაშში საერთოდ. კიმიხი არის, რომელიც სტაბილურად არის 100-ზე მეტ შეხებამდე და ნუ მართავს თამაშს და მისი დიაგონალები და ანუ ყველაფერი ეს და საერთოდ ვერაფერს ვერ აკეთებდნენ, ბურთს ვერ იჩერებდნენ უბრალოდ და რაც მინდა თქვა, ბაიერნს აშკარად მე მგონი დაეთყო, რომ ცოტა ფიზიკურ ორმოში არის ახ ჩავარდნილი, ანუ ყველა დუელს აგებდნენ, ყველგან აგვიანებდნენ, გადმოვარდნილი ბურთები სულ ლევერკუზენის იყო და დაახლოებით ასე იყო სელტიკთანაც მეორე ტაიმში, იქაც ფიზიკურად ცოტა გაუჭირდა და ბაიერნი ძალიან ინტენსიური გუნდი იყო პირველ წრეში რა. მუდმივად აგრესიული პრესინგი და ეს პრესინგი არ ჩერდებოდა, თქვა 4-0-ზე, 5-0-ზეც კი და შეიძლება ახლა არის ეს რაღაც ფიზიკური ვარდნის პრობლემა და შეიძლება ეს ძალიან სერიოზული პრობლემა იყოს უკვე სეზონის ბოლოსკენ. სხვათა შორის გამიკვირდა იტო რატო იყო ძირითად შემადგენლობაში და არა გერერო. სკამზე იჯდა გერერო რაღაცით მაქვს სურდა ირაკლი. კი, ჩაბი ალონსოს ინტერვიუ ნახე, რომელიც ყველაზე საინტერესო რაღაცას იძახდა, რაც კი რამე ფეხბურთში წამიკითხავს. აი ეს პირდაპირ გამოვიდა ბაიერნთან თამაშის მერე და ინტერვიუში თქვა, რომ თუ შეიძლება YouTube-ზე შედით და შედეგს მიღმა გამოიწერეთო და დაუგერეთ იმ კაცს. მე მგონი ვეთანხმებით. კი, მე ვეთანხმები. კარგი. მეორე თამაში უფრო სწორად უიკენდის ცენტრალური მატჩი იყო იტალიაში, დერბი დ'იტალია, როგორც იტალიელებს უყვართ საუბარი. სხვა შორის ბევრი ფეხბურთის რაღაც ახალი გულშემატკივარი სვამ შეკითხვას, რატო არის ეს დერბი.
მაგრამ ეს გასაგები არ არიან იუვენტუს და ინტერი ერთი ქალაქის გუნდები, მაგრამ რაღაცა სრულიად იტალიის დერბად არის ჩამოყალიბებული და დერბით იტალიაში იუვენტუსმა დაამარცხა ინტერი. წაართვა შესაძლებლობა ინტერს იმისა, რომ 1-0 ლიდერი გამხდარიყო, იმიტომ რომ ამ ტურში ქულებით დაკარგა ნაპოლიმაც რომში და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი თამაში ვიხილეთ, იყო ინტენსიური, იყო დაძაბული, ბოლო წუთამდე ანგარიშიც ბუნებრივი ამას ამბობს, რომ ბოლო წუთამდე იყო დაძაბული და აი ბოლო რაღაცა 15 წუთი მინდა რომ ამ თამაშზე ვიმსჯელოთ და ვისაუბროთ სკრინებით, არგუმენტებით და ასე შემდეგ. ერთს დავამატებ სანამ ირაკლის გადავცემ სიტყვას, მაშინ როდესაც გათენდა რეალურად ორშაბათი, იტალიურმა პრესამ ტრადიციულად აქცეულ ინტერს შეადგა ფეხებით, ასე ვთქვათ, ბევრი გააკრიტიკა და აი ამ კრიტიკებსაც შემოგაშველებთ მოკლედ და გავაანალიზოთ ეს ძალიან საინტერესო მატჩი მე ვფიქრობ. მოდი მე დავიწყებ. წინა გადაცემაში რო გავაკეთეთ ტოპ 5 გუნდი, რეზი იძახდა, რომ მოიცა ინტერი სად არის, რატო არ შეყვოს. და მე მქონდა ესეთი არგუმენტი, რომ ინტერი არ უნდა იყოს ტოპ 5-ში, იქ რა დავწერე, იმას აღარ მოვყვები. აი ამიტომ გუშინ რაც მოხდა. დღევანდელ ფეხბურთში ალბათ მხოლოდ და მხოლოდ ინტერს შეუძლია, რომ ესეთი თამაში ვერ მოიგოს. იუვენტუსთან ეს დამჭირდება. იუვენტუსთან წინა თამაშს ალბათ 1-7-2 უნდა მოიგო და ამ თამაშში პირველი ტაიმის ბოლოს XG რომ მოვიწერე იყო 1.58 და სანამ მომწერე რომ 1.58-ია 1.78 გახდა. ეს XG ცოტა ახალი რაღაცა, ახალი ტერმინია და მოდი ავხსნათ. მოსალოდნელი გოლები 1.8 XG რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ გუნდმა ვერ გაიტანა 2-11 მეტრიანი და ერთი აი კაი მომენტი რა. მეკარის რო ტას დაუკრავ, რომ ვა რა ბურთი მოხსნაო. აი ამდენია 1.8 XG. რას ჩემი დაფა რომელიც ვერ ავიღე და წინა გადაცემაში ირაკლი მეჩხუბებოდა ძალიან ქვევით გიჭირავს და ეხლა ვეცდები რომ ზევით დავიჭირო. მოდი პირველ რიგში ავხსნათ როგორ დაიწყო პირველ ტაიმში რა მოხდა. პირველ ტაიმში მოხდა ის რომ მოტამ აშკარად ბევრჯერ ნახა დერბი დელა მადონინა. თან ის უნდა გავითვალისწინოთ რომ ინტერს აქ აი ყველაზე ცუდი შესაძლო თვე თამაშების მხრივ რა. ბევრჯერ ნახა ეტყობა დერბი დელა მადონინა და დააფიქსირა ის რომ წინა თამაში რასაც ყვებოდით რომ აი ეს თავდამსხმელებს აი ამ ლურჯები ინტერია ეს ზომერი არ გვჭირდება ეს იყოს ბურთი. თავდამსხმელებს რო გაყავთ ცენტრალური თავდამსხმელები და აი ამ ზონაში რო შერბის ბარელა. და იუვენტუსმა დაიწყო ცოტა უცნაურად 4-1-4-1-ით აპრესინგებდა და იცავდა თავს. და კეფრენი კეტავდა აი ამ ზონას რომ ბარელა არ შევარდნილიყო. რამაც იმ ხრივ შედეგი გამოიღო რომ ბარელა იქ ვეღარ შერბოდა. მაგრამ აი ეს ცენტრი დარჩა საერთოდ მოშიშვლებული და არ ვიცი ამას მართლა მოხერხება უნდა რომ ვერ გაიტანო ამდენი მომენტიდან გოლი. თან ინტერი 1+4 ბილდაპი ქონდა, ჰაკანი ჩადიოდა სამ ცენტრალურ მცველს შორის და 4 მცველით იყო და შესვენებაზე შეცვალა მოტამ აი ძალიან მაგრად თამაში და ჩემი აზრით ეს თამაში მოიგო კონსეისაო. ოღონდ გოლის ავტორმა კონსეისაო, მაგრამ მამამისმა. თითქოს აი ფიორენტინასთან თამაშიც რო ვნახოთ, მილანთან თამაშები რო ვნახოთ, თითქოს ინტერს დაუმუღამეს. რაღაც ხმა მიყვებოდა და მაგიტო. თითქოს ინტერს დაუმუღამეს. ჯერ პირველად ეკნა მილანმა აი ამ 4-2-4 გამოდის ინტერის შეტევა. სარკისებურად დაუყენა 4-2-4, მაკენზი აწია უკვე ჩალხანოღლუზე და კეფრენი ამ ადგილს კი აღარ კეტავდა. უკვე ზევით იყო ამოსული, მაგრამ ინტერის ბილდაპის პირველ
ეშელონს არ აძლევდნენ საშუალებას, რომ აი ეს გრძელი პასი გადაეკიდათ ბარელას და ანუ ინტერს უკან იმდენად უჭირდა, რომ ბარელა თავისუფლად ვერ გარბოდა რა, იმიტომ რომ აქ უკვე 5-4-ზე რჩებოდნენ. ლიუს კიდე ერთი რაღაცა, რაც ძალიან მომეწონა, არ შეცვალა მარტო პრესინგი, შეცვალა ბილდაპიც. და 2 პივოტი, ანუ 2-6 ნომერი გამოიყენა და რაში გამოადგა ეს იუვენტუს უცებ. ამას გადავაწყობ და ახლობით აი ესეთი რაღაცა ვქნათ. აი ეს არის ინტერის პრესინგის პირველი ფაზა. 2 თავდამსხმელი, 3 ცენტრალური ნახევარმცველი. გააჩნია სად არის ბურთი. თუ ბურთი არის აქ, მოდი ზომერი იყოს კიდე ბურთი. თუ ბურთი არის აქ, რა თქმა უნდა ეს მარტივად პრესავს. თუ მარჯვენა ფრთიდან იწყებს მოწინააღმდეგე გუნდი პრესინგს, უკვე ლატერალი განთავისუფლებულია იმისგან, რომ ბოლომდე ავიდეს, ნახევარმცველები ჯგუფდებიან ესე და გადადის 5-2-3-ზე. თუ ბურთი საპირისპირო ფლანგზეა, უკვე აქაც არ არის ლატერალი, აქაც ნახევარმცველები ეწყობიან. და ინტერის მთავარი იდეა არის, რომ აი ამ მოძრაობით 6 ნომერმა არ მიიღოს ბურთი. ნუ მე გაგრძელება არის ის, რომ იდეაში უნდათ, რომ აი ამ ადგილას, აი ამ ორ ადგილას მიიყვანონ მოწინააღმდეგე და მე იქ ჩაპრესონ, რამაც ამ თამაშიც მილანდანაც და ფიორენტინასთანაც დაღუპა გუნდი და სად გავჩერ, ხო, რომ აქ არ მივიდეს ბურთი. აქ უკვე როგორც კი გაჩნდა 2 მოთამაშე და 4-2-ით დაიწყო იუვენტუსმა ბილდაპი, ინტერი უკვე ძალიან გაიჭედა. ნუ კაი ლატერალები ავიდნენ, აქ დაცვაში ჰქონდათ მხოლოდ უპირატესობა და აი საერთოდ ვეღარ ახერხებდნენ რომ პრესინგი გაეკეთებინათ. პლუს ნუ ეხლა გადაცემის ჩაწერამდე ვლაპარაკობდით, ერთი რომ ინტერი შარშანდელთან შედარებით ცოტა დაბერდა, მეორე ის რომ ჩალხანოღლუ ტრავმა და ჩალხანოღლუ არის ამ გუნდის ტვინი ალბათ. ჩალხანოღლუ ტრავმა მოშებულია და აი ვერ შედის ფორმაში, ლაუტარო აფუჭებს ყველაფერს და იწყება მეორე ტაიმი, 4-2-4 პრესინგი, 2 პივოტი და всё, ინტერი გაჩერდა. საერთოდ გააჩერა მოტამ და ინძაგი რო საერთოდ გზააბნეული იყო, ინძაგის იცი სად ეტყობა ხოლმე, ფიორენტინასთან დაეტყო და გუშინდელ თამაში. 3-5-2-ს ინძაგი როგორც კი გადაუხვევს და დაიწყებს ან ნახევარმცველის ან მცველის მაგივრად თავდამსხმელის შემოყვანას, ანუ უბრალოდ თავდამსხმელები რო შემოყავს, ეგ ნიშნავს, რომ ინძაგი აიჭრა. მოტას ბრავო, ნუ რეალურად ბრავო მარტო იმიტომ არა რომ თამაში მოიგო, ბრავო იმიტომ რომ თვითონ რაც ჰქონდა ეს 4-1-4-1 მოფიქრებული, მარტივად მიხვდა რომ არ მუშაობს, გაგვიმართლა და მოდი არ ჩავაცივდეთ ამის თამაშს და შევცვალოთ გადავიდეთ 4-2-4-ზე, 2 პივოტით და იუვენტუსმა იფრინა უბრალოდ მეორე ტაიმში, წარმოიდგინე 1-8 XG პირველ ტაიმში და თამაში 1-88. ბრავო მოტას და ბრავო ირაკლეს. ძალიან მაგარი ანალიზი იყო. დასხედით არა. მეც ვიტყვი რამდენიმე სიტყვას, ძალიან საინტერესო იყო მართლა და შეგენებულად არ გავაწყვეტინე და არ ჩავერთეთ მედარეზი. იმედი მაქვს რომ პლუს სკრინებსაც დაგვახმარს ირაკლი მე მგონი და ეგ კიდევ უფრო საინტერესოს გახდის ამ ყველაფერს. მე დავამატებ რამდენიმე სიტყვას. თამაშამდე მოტამ თქვა რომ ეს არისო სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშიო. რაღაცა ჰაიპი აუწია და თითქოს მოტივაცია და კონცენტრაცია გაუზარდა იუვენტუსს. თანამედროვე ფეხბურთში რო შევადაროთ რა, აქეთ იუვენტუსი ყავს, აქეს ინტერი. ინტერი ვიცით რომ უკეთესი გუნდია, უფრო გამოცდილი გუნდია, უფრო გამოცდილი მწვრთნელი ყავს და დრო. ინტერმა ბოლო თამაში ითამაშა 10-ში, 10 თებერვალს. იუვენტუსმა 10 თებერვლიდან, ნუ იმ ტურის თამაში ხო ითამაშა საკმაოდ რთული თან კომოში. შემდეგ წავიდა და უბრალოდ მიიღო და PSV-ს ეთამაშა. და ანუ 3 დღის მონაცვლეობით იუვენტუსმა ითამაშა 3 მატჩი რა, როდესაც ინტერს მთელი სრული კვირა ჰქონდა დასასვენებლად და ვერ ვიტყვით რომ კონცენტრაცია აკლდა ინტერს, იმიტომ რომ ძალიან მარტივად ნახა რომ ლაციოსთან ნაპოლიმ დაკარგა გულები, ვიგებთ ამ თამაშს, გადავდივართ პირველ ადგილზე, ხო?
შესაბამისად, აქ არის ზუსტად საინტერესო და შესაქმები ტიაგო მოტარო. მეორე ტაიმში თავს იჩენს ფეხბურთელების დაღლილობა, ხო? მაშინ, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანი დრო მოდის, რაღაცა მატჩის მიწურული, იუვენტუსი არ წყვეტდა პრესინგს და აი, რასაც ვქია, დაგეშილებით დაარბოდნენ იუეს ფეხბურთელები და იმ რაღაცა მცირე ბრძოლებში გამარჯვებით ომი მოიგო, ხო? იმიტომ რომ სხვა შორის მეოთხე თამაში მოიგო იუვენტუსმა ზედიზედ და ეს პირველად მოხდა მას შემდეგ, რაც ტიაგო მოტა წვრთნელია და არ გამოურიცხავ, რომ ბუნებრივია ხა ჩემპიონი ვერ გახდება იუვენტუსი, ძალიან მცირე ამის შანსები, მაგრამ შეიძლება მთავარი მიზანი რაც აქვს იუვენტუს ამ მიზანს მიაღწიოს 4 ხელში შევიდეს და რაღაცა უფრო დადებით დინამიკაში გადაიზარდოს ეს ყველაფერი რა. 5 ხელში ეგეც შანსია. რეზი, სანამ შემაჯამებელ სიტყვას გადმოგცემ, აი ეს კრიტიკა მინდა ვთქვა, რაც იტალიაში დღეს წავიკითხეთ. პირველი ის, რომ ტოპ 8 გუნდის წინააღმდეგ ინტერს 10 თამაში აქვს მხოლოდ 1.3 ქულა მოპოვებული. რაც ცალსახად დაბალი მაჩვენებელია, საუბრობთ ინტერზე, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძვის, ხო? და ჰენრიხ ხითარიანის კომენტარი იყო საინტერესო. უბრალოდ არ ვიცი რა გვემართება დიდ თამაშებშიო. ანუ ძალიან ბევრ თამაშში უკვე ინტერმა ჩააგდო და ბოლო სტატისტიკა სანამ რეზის დაუთმობ სიტყვას, წინა სეზონთან შედარებით, ანუ ზუსტად იმ მატჩების რაოდენობით, რაც ეხლა გვაქვს, ანუ 25 ტურის თავზე, ინტერს აქვს ყველაზე მეტი ქულით ნაკლები მოპოვებული, ინტერზე ცუდი შედეგი მხოლოდ აქვს მონცას. -12 ქულაა სხვაობა. ეხლა რა ქულების რაოდენობაც აქვს ინტერს, ანუ შარშან 25 ტურის შემდეგ ქონდა 12-ით მეტი ქულა რა. ნუ მოკლედ იტალიურ პრესაში დღეს ბევრი და გუშინ ბევრი კრიტიკა წავიკითხე. რეზი. მადლობა ორივეს რომ ცოტა დამიტოვეთ სასაუბრო. მოკლედ ფიზიკურობას რაც შეეხება, მნიშვნელოვანი კრიტერიუმი რაც იყო, სტატისტიკა, ბოლო 30 წლის განმავლობაში გამართულ დერბი იტალიაში, იუვენტუს ამ შემთხვევაში ყავდა ყველაზე ახალგაზრდა შემადგენლობა, რაც ოდესმე გამოუყვანია და ინტერს ყველაზე ასაკოვანი შემადგენლობა, რაც ოდესმე გამოუყვანია და ამიტომ იყო რომ მეორე ტაიმში იუვენტუსმა ფიზიკურად აჯობა უბრალოდ ინტერს და ინტერს ძალიან გაუჭირდა ტემპის და რიტმის შენარჩუნება, ხო? და არ იგრძნობოდა რომ იუვენტუს ჰქონდა ნათამაშები რამდენიმე დღის წინ. პლუს ერთ ჩემს საყვარელ იტალიელ ფეხბურთელს უნდა შევეხო, პირველ ტაიმში დუმფრისი ანადგურებდა უბრალოდ სავანა ტრამვიდან არის დაბრუნებული, ფიზიკურ დუელებში ძალიან უჭირდა. იქ გადაუკიდებდნენ ხოლმე ეგრევე ბურთს დუმფრისის ჰაერში მოუგებდა, მე გაიქცეოდა, ძელს რო გაარტყა მომენტი ახლობით ეგრე შექმნა ინდივიდუალური პერსონალური დუელი მოუგო და ბოლო ნახევარსაათში მოტამ გამოუყვანა კამბიაზო. და კამბიაზო თამაშობდა, აი ასების რუკა უნდა გაჩვენოთ, რა პასები გააკეთა, მე დუმფრის ერთი პასი აქვს გონი მოწინააღმდეგის მესამეში იმის შემდეგ. კამბიაზოს გამოსვლის შემდეგ გაკეთებული და თან დაცვის მანერა იყო აბსოლუტურად განსხვავებული. კამბიაზო ფიზიკურად არ არის ძლიერი ფეხბურთელი, არც სწრაფია. არ შედიოდა ამ ფიზიკურ დუელებში, უბრალოდ ზონას იცავდა და იცავდა იდეალურად და პლუს ბურთით. კამბიაზო არის ცრუფულბეკი, გვარდიოლას შემოტანილი პოზიცია, ფეხბურთში როცა ფლანგის წველი შედის ცენტრში და დამატებითი გამთამაშებელი ხდება ბურთის და კამბიაზო შედის ცენტრში და ეს იუვენტუს აძლევდა საშუალებას, რომ აი კოპ მეინერსი, მანკენი ესენი აქტიურად შესულიყვნენ საჯარიმოში გადაეტვირთათ საჯარიმო, ხო, რასაც მოტა აქტიურად იყენებს. აი ზუსტად მაგას ვაჩვენებ სკრინებზე, რომ ისევ როგორც აი PSV-სთან რაც თქვი, ამ მატჩი სკრინებიდან დავამტკიცებ, რაც თქვი, ასე ვთქვათ, რომ იუვენტუს ისევ საჯარიმოში შეყავდა ეს ფეხბურთელები. კამბიასო რეზი ტრავმიდან მოშუშდა და ამიტომ არ იყო ძირითად შემადგენლობაში, თორე სავონას დაყენება დუმფრისთან როცა ამ ფორმაშია, ძალიან სერიოზული რისკი იყო რა. გავედით ბოლომდე, მაგრამ ირაკლის სურდა რაღაცის დამატება. მე არა რეზის. და მარკენისთან დაკავშირებით გინდოდა თქვა? არა, მე მინდოდა რომ რეზის ეთქვა მარკენისო 1-2 სიტყვა, იმიტომ რომ ძალიან მაგარი თამაში იყო და სხვათა შორის თუ გახსოვს, მე და შენ ერთმანეთი რო გავიცანეთ, წინა დღეს ითამაშა კიდე მარკენიმ სასწაული დერბი დე იტალია, მაგაზე ვლაპარაკობთ, რომ აი საშინელი თამაში ეს რა იყო, რომ ვინ მოიგო ის დერბი? 1-1 რო დამთავრდა. მარტო ეგ რომ მოხდა თამაში. მეტი არაფერი რო არ მომხდა რა. ხო, შეცდომა გოლი და დანარჩენი მოდი ბურთი ვაგონა. მარკენი სხვათა შორის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე underrated ფეხბურთელია. ეხლა ყოველ შემთხვევაში იტალიაში რა. მისი კარიერა ბოლო 3 წლის განმავლობაში როგორ იყო, იცი?
ალეგრი უშვებდა გუნდიდან, ერთხელ გაუშვა ლიდსში ცოტა გასუქდა და უკან დააბრუნეს, არ გამოისყიდეს. მერე უშვებდნენ სატრანსფერო ბაზარზე იყო, ვერ გაყიდეს, დარჩა, მერე მაგრად ითამაშა, მერე მოტა მოვიდა, მოტასთან ერთად გუნდში არ ვარჯიშობდა, ყიდდნენ, ვერ გაყიდეს, დააბრუნეს და ეხლა დერბით იტალიაზე გუნდი გამოყავს კაპიტნის სამკლაურით, მაშინ როცა იქ გატი იყო და გატიმ ბევრი თამაში იკაპიტნა ამ სეზონში, ნუ მოკლედ ვესტონ მაკენი არის ძალიან კარგი ფეხბურთელი და თან სათამაშო IQ-ა ძალიან მაღალი რა. იცის რეალურად სად სჭირდება გუნდს მისი ყოფნა. დააყენებენ მარცხენამცველად, ითამაშებს ჭკვიანურად მარცხენამცველად. დააყენებენ თქვა 10-იანზე ან საყრდენად ითამაშებს ჭკვიანურად. კარგი, ეს არის მე მგონი რაც გვინდოდა გვეთქვა, ძალიან საინტერესო გამოვიდა ჩემის აზრით და სანამ დავასრულებთ პრინციპში აი აქ სადღაც მარცხნივ გვაქვს გამოწერის ღილაკი და მინდა გთხოვოთ რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, გამოკვეთ Facebook-სა და TikTok-ზე, იქაც რილსებით, სიახლეებით გაწვდით ინფორმაციას მოკლედ მაქსიმალურად და მომავალ კვირაში ვიტყვი, ბარემ, თქვენის ნებართვით იმას, რომ მომავალ კვირაში გვეყოლება პირველი სტუმარი. არ ვიტყვი ვის, არ ვამბობ ვის, თუმცა პირველ გადაცემაში ყველაფერი შეთანხმებულია, იმედია ისე გამოგვივა როგორც ჩაფიქრებული გვაქვს. მოკლედ, შემდეგ სამშაბათს შევხვდებით სტუმართან ერთად. რომელი ჩვენგანი არ იქნება, ამასაც არ ვიტყვი. ხო, სტუმარზეც არ ვიტყვით ვინ იქნება, უბრალოდ მინიშნებას მოგცემთ, რომ ბარსელონაში თამაშობდა 10 ნომრიანი მაისური. ცოტა ჩავძაბოთ რა. კარგი, ეგ არის და ეს. შევხვდებით სამშაბათს.